ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ რა თემა შეიძლებოდა დღეს გადაცემაში გქონოდა, რადგანაც მართლა უამრავი ცხელი თემა გვაქვს. მაგრამ მაინც ნომერ პირველ პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთი და სამაჩაბლო რჩება. და დღეს ჩემი სტუმრები არიან ქეთი ქურდოვანიძე და ზაზა ბიბილაშვილი. ზაზა, თქვენგან დავწყეთ. აფხაზეთის თემატიკაზე არ გვაქვს ერთიანი ეროვნული ნარატივი. გაიგონებთ რამდენიმე მოკილჭებულ და თავისთავად უშინაარსო ფრაზას, რომ ჩვენ და შევრიგდეთ, რომ ორივე მხარე ბოდიში უნდა მოვიხადოთ, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს, რომელიც თავისთავად არაფერს მთქმელია. ტრაფარეტული ლოზუნგების იმედი ვართ უკვე დარჩენილი. კი ბატონო, აი ამის მიღმა რა ხდება, ანუ თუ უნდა გავაკეთოთ, ან როგორ უნდა გავიაზროთ ის, რაც მოხდა აფხაზეთში, რეალურად ამაზე ან არ მიდის მუშაობა და ან ჩემი მოგრძალებული აზრით არასწორი მიმართულებით მუშაობთ. ვინაიდან ჩვენ სულ გონია რომ თუ რაღაცას დავივიწყებთ, მაშინ აფხაზები გვაპატიებენ და შეგვირიგდებიან. ანუ ცოტა უცნაური რაღაცაა, ხო? ან თუ კარგად მოვიხდით ბოდიშს, არ ვიცი ისთვის, ან შიფზეას ვიტყვით, ხო? მოყვებით ხოლმე, მაგრამ როდესაც ქეთს დავუკავშირდი, უცხარი რომ მისი წერილი ერთი ამას თქვი წავიკითხე. კეთი არა, ერთხელ არის ჩვენი სტუმარი და ჩვენი საუბრები ყოველთვის ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა მინდა რომ კონკრეტულად ამ თემაზე ვისაუბროთ, რისთვისაც ჩვენ აქ ვართ. აბსოლუტურად გეთანხმები იმ ბოლო ნაწილში, როდესაც ამბობ, რომ რა არის, ეძებ, რა დარჩა ჩვენთვის აფხაზეთი. და მაინც შეხება წერილს, რომელიც მე დავწერე აფხაზეთთან დაკავშირებით. მე ვიდექი ასეთი დილემის წინაშე. ნუ რაღა უნდა დავწეროთ აფხაზეთზე. ყველაფერი, ყველა პოზიცია გამოთქმულია. მაქვს რამდენიმე წელი თავის დროზე 90 წლებში დაწერილი. მაგრამ გადავწყვიტე, რომ მე დამეწერა ეს წერილი იმ კუთხით, რა კუთხითაც მე მონაწილეობდი თვითონ. რაში მე ვიყავ შორიდან კი არ შემეფასებია მოვლენები. ანუ მე იმ საზოგადოებამ შემოინახა. ანუ მეც ვიყავ იმ საზოგადოების ნაწილი და ვისაც მე წერ. ამაზე იმ განსხვავებით, რომ მე არ ვიყავ მაშინ არც წარმატებული ხელოვანი, არც ცნობილი ჟურნალისტი და მხოლოდ ვიყავ უბრალოდ იმ საზოგადოების სოციუმის ნაწილი. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც აი მან მოხდი, ან ვითარე მოხდი, ჩვენ დავდიოდით ყოველ წელს, ქონდა ეს პრივილეგია, მოდი ასე ვთქვათ, საგზურების რაღაცა, რომელიც კინოსა და ჟურნალისტებისთვის და კინო დონტვორჩესტვა ნიშნავდა ხელოვნების მუშაკთა სახლი და ეს გახდა ჩემთვის მეტაფორა იმ პერიოდის საზოგადოების. ის რაც მე აფხაზეთზე რეალურად დავწერე, ჩვენ ეს შეიძლება მთელ საქართველოსაც კი გავრცელდეს. საქმე ეს არის, რომ მანამდე სანამ წერილს მოვამზადე, მე დავდე გამოკითხვა Facebook-ზე და ვკითხე, თქვენ რა გახსოვთ აფხაზეთიდან, რა დაგამახსოვდათ. იქ უმრავლესობა მისი კომენტარების იყო, რომ მახსოვდა მზე, ყავას, ყავის სუნი, იქ რაღაცა პალმები, ისა რეალურად, აი ეს დარჩა, ეს იყო რეალობა, ეს მოგცა გამოკითხვა, მე შედეგი საკმაოდ ვრცელი გამოკითხვა ჩავატარე ამასთან დაკავშირებით. და სამწუხაროდ ადამიანების მეტი არაფერი იქიდან არ დარჩა. იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვერ გავიაზრეთ რა იყო აფხაზეთი ჩვენთვის. ხო, ეს იყო აი როგორც ეხლა სხვა შორის იმავე დამოკიდებულები თუ ვიქნებით აჭარის მინათა, ჩვენ ხოლმე ჩავდივართ, ვისვენებთ ვერთობით და გვაქვს დასასვენებელი ბინები და სახლები, ხო? ეს არ იქნება კარგი ნამდვილად და დიდ საფრთხესაც შეუქმნით ამ დამოკიდებულებით და არა მარტო ცალკეულ რეგიონს, ჩვენ ქვეყანასაც, ხო? კი ბატონო. ზაზა, იცით რა მაინტერესებს, როდესაც ჩვენ საუბრობთ და ყველას გვაქვს იმედი, რომ ჩვენ დაუბრუნდებით. მაგრამ ემოციები ნელდება, ახალი თაობა უკვე იმდენად არ არის მონატრების დონეზე. უბრალოდ ამბობენ, რომ კი ჩვენ დავბრუნდებით, იცმევენ მაისურებს, გამოდიან აქციაზე, ეს ყველაფერი ჩემთვის მაგალითად არის ტრაფარეტული. თქვენი წერილი მთავრდება სწორედ ასე, გაისად სოხუმში. მაგრამ ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სამი შეთანხმება დაიდო. სამივე შეთანხმება აფხაზებმა გამოიყენეს ისევ ჩვენს ქართველების წინააღმდეგ. იყო ამაში მესამე ხელი თუ არ იყო, ეს მესამე ხელი მუდმივად არის. და ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვენი აგრესორი, ტერორისტი, არ ვიცი სიტყვები აღარ მყოფნის ხოლმე აი ამ პუტინზე და რუსეთზე სალაპარაკოთ. მაგრამ აი რა შეიცვალა? ალბათ წლები გავიდა, ახალი თაობა წამოვიდა. შევძლებთ სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აი თქვენ პუტინი ახსენეთ და მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩვენთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს
ვინ არის რუსეთში ხელისუფლებაში. ვინაიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკა არ იცვლება. იქნება ეს შედარებით ლიბერალი იელცინი, რომლის დროსაც მოხდა ორი გენოციდი აფხაზეთში, თუ იქნება ეს პირდაპირ დუჟმორეული და კვირსისხლიანი პუტინი, როგორც არის დღეს, თუ წინა ხელისუფლებები და წინა ბოლშევიკური რუსეთი. მგონი არავინ არ გვახსოვს, მუდმივად არის ის ადამიანი იქ. ხო, 25 წელია, ხო, თითქმის 25 წელია. მაგრამ ისევე როგორც ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის რუსეთში ხელისუფლებაში, ანალოგიურად რუსებისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის აქ ხელისუფლებაში. თუ გადავავლებ ჩვენს ისტორიას თვალს, ერეკლე მეორედან მოყოლებული იყო პირველი რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლება, იყო ზვიადგამსახურდია, შევარდნაძეც კი, რომელიც თავიდან სრულიად ლოიალური იყო რუსეთის მიმართ, ორჯერ ააფეთქეს, ორჯერ შეეცადეთ მის მკვლელობას, ნუ სააკაშვილის ხელისუფლებაზე აღარ მაქვს საუბარი, უბრალოდ დღეს თავისი ხელისუფლება ყავთ, ჩემი მოგზაურებული აზრით. რაც შეეხება აფხაზეთის თემატიკას, თქვენ სწორედ ბრძანეთ და ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და პრობლემა, რომ აი ლოზუნგების მიღმა და რაღაც ტრაფარეტული ფრაზების მიღმა არ მივდივართ. ეს ტრაფარეტული ფრაზა არის, რომ უნდა შევდივდეთ პირობითად, ხო? ყველაფერს ორი მიმართულებით, ორი მხრიდან უნდა შევხედოთ. ანუ მანახეთ ერთი აფხაზი, რომელიც გვეტყვის ბოდიშს იმის გამო, რომ ჩაატარეს გენოციდი გაგრაში, ჩაატარეს გენოციდი სოხუმში, ადამიანები მოკლეს, გააუპატიურეს, გამოყარეს სახლებიდან და დღეს მათ სახლებში ცხოვრობენ. რომელიც დამანახებს, რომ ის სინდისის კენჯნას განიცდის ამის გამო. და ერთი მანახეთ და მე დავიწყოთ დიალოგს, ხო? თქვენ სწორად ბრძანეთ რუსეთზე საუბარი, იმიტომ დავიწყეთ, რომ რუსეთი ამ ყველაფრის უკან დგას. 19 საუკუნემდე აფხაზეთი ეთნიკურობისა და რელიგიური საკითხებიდან დამოუკიდებლად ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული სხეულის ნაწილი. იქ არსებული ყველა წარწერა გახლავთ ქართული. აფხაზი მეფეების მიერ შესრულებული თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე დარჩენილი ყველა აბსოლუტურად უკლებრივ წარწერა გახლავთ ქართული. 19 საუკუნემდე ეს რეალობა არ იცვლება. მუხაჯირობის შემდეგ ვინც გადარჩა, აი ამ პერიოდიდან 19 საუკუნის ბოლოდან იწყება უკვე აფხაზეთში დარჩენილი ეთნიკური აფხაზებისთვის ტვინის გამორეცხვის პროცესი, ისტორიის დავიწყების ორგანიზებული მცდელობა, რომელმაც გაამართლა უკვე დაახლოებით 100 წლის წინ იწყება რეალური პრობლემები ეთნიკურ ნიადაგზე ქართველებსა და აფხაზებს შორის. ანუ რუსეთის როლი ამ ყველაფერში არის ცენტრალური. ისინი იყვნენ ამ სიძულვილის დათესვის უკან, ისინი აიარაღებდნენ მხარეებს და კონკრეტულად აფხაზებს, ისინი ასე ვთქვათ აკეზებდნენ მათ, რომ საქართველოსგან დამოუკიდებლობა მოებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს დამოუკიდებლობა არც ისტორიულად, არც პოლიტიკურად, არც ეთნოგრაფიულად, არც დემოგრაფიულად არ იყო საფუძვლისეული და არაფერი მას არ ამყარებდა, მაგრამ რუსეთის როლის გაცნობიერებით და დაფიქსირებით, რომ ჩამოვიდეთ ერთი საფეხურით ქვემოთ, ყველაფერს ყავს დამკვეთი და ყველაფერს ყავს შემსრულებელი. ქართველების მხრიდან აფხაზების ორგანიზებული ეთნიკური ნიშნით ხოცვა-ჟლეტვა და გაუპატიურება და აი ესეთი რამ აფხაზეთში არც ერთ ეტაპზე ომის არ მომხდარა. ჩვენ აი ეს გვავიწყდება და ჩვენ მიმართ ცეცხლის შეწყვეტის პირობებში ორჯერ დაიგეგმა და განხორციელდა გენოციდი. ეს ახალგაზრდობა უბრალოდ არ იცის. სანამ ჩვენ გადავალთ შემდეგ ეტაპზე, უნდა გვახსოვდეს, რომ აი ეს მოხდა და ნებისმიერი შერიგება უნდა მოხდეს ორმხრივი კათარზისის პირობებში. კონკრეტულად თუ გაქვთ სტრატეგია, თუ გაქვთ ხედვა, როგორ შეიძლება მოგვარდეს აფხაზებთანაც, ოსებთანაც საუბარი, მუდმივად ასე მოლოდინის რეჟიმში ხომ არ უნდა ვიყოთ? მოკლედ ვიტყვი და კეთილ შენ გადმოგცემ სიტყვას დღეს ჩვენ ხელისუფლებას არანაირი არათუ სტრატეგია და ტაქტიკა არ გააჩნია. საერთოდ მათთვის ეს მიზანი როგორც მიზანი არ არსებობს. და ოცნებიდან წამოსული პოლიტიკური ძალები, პოლიტიკოსები, თავისუფალი დემოკრატები იყვნენ, რესპუბლიკელები იყვნენ და სხვაებიც ამაზე დღეს ღიად საუბრობენ უკვე რამდენიმე წელია. ამბობენ, რომ ივანიშვილისთვის ეს თემა უბრალოდ არ არსებობს. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის მიერ არაოკუპირებულ ნაწილზე შეინარჩუნოს აბსოლუტური და შეუზღუდავი ძალაუფლება ჰქონდეს აქ. და ის რომ ახლა აფხაზეთი ოდესმე დაბრუნდება, მისთვის არის რაღაცნაირი თეორიული პოსტულატი და საერთოდ არანაირ ძალისხმევას არ ხარჯავს ამ მიმართულებით. ეხლა რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთსა და კი ბატონო, ეს უნდა იყოს ორმხრივი ძალისხმევა. ერთი მხრივ
რასაც წინა ხელისუფლებაც აკეთებდა და ამაზე სამუშაო გასაგრძელებელია, ეს არის სწრაფი ეკონომიკური წინსვლა, რომ ძალიან ნათელი იყოს განსხვავება რუსულ სამყაროსა და თავისუფალ სამყაროს შორის. ანუ ეს უნდა იყოს ძალიან ნათელი მაგალითი, აქეთ არის თავისუფლება, ეკონომიკური კეთილდღეობა და იქ გახლავთ რაღაც ძველი საბჭოთა ნაშთი, ძველი დიდების, რომელსაც არაფერი არ დამატებია ამდენი წელი. ეგ ერთი, მაგრამ ეს თავისთავად არაფერს მოიტანს, მეორე უნდა იყოს იდეური ჩარჩოს შექმნა, იმ ნარატივის გამართვა, თუ რა მოხდა აფხაზეთში, რატომ მოხდა აფხაზეთში და ჩვენ რომ დაბრუნდებით ჩვენ სახლში, იქ რომელი ნარატივის გარშემო უნდა გაერთიანდეს საზოგადოება. ჩვენ დღეს ვართ იმ რეალობაში, როდესაც დომინანტი პოზიცია არის, რომ ჩვენ აფხაზებს რაღაცაზე უბრალოდ თვალი უნდა დავხვიჭოთ რაღაცებზე, კი ბატონო, ისინი იწუწუნებენ, ჩვენ ვიტყვით ჯანდაბას და აი ასე გადავაგორებთ და შევძლებთ ერთად ცხოვრებას. არა. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე თუ რაც მოხდა და ამ ყველაფრის შემდეგ უნდა თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს და შევძლოთ ასე წინ წასვლა. ამას დღეს არავინ არ აკეთებს და ერთ მაგალითს მოგიყვანთ 1992 წლის ოქტომბრის ბოლო დღეებია, გაგრის გენოციდი რამდენიმე კვირის დასრულებულია, ქართული ტოვვილები არიან გადასული ადლერში და ქართული ჟურნალისტი მათგან იღებს ინტერვიუს, ეს კლიპი დევს YouTube-ზე, შეგიძლიათ ნახოთ, შემიძლია მოგაწოდოთ კიდევაც და ეს ქალები ყვებიან, რა მოხდა მათ თვალწინ. როგორ გამოასწრეთ მათ ცოცხლად, როგორ მოკლეს ვიღაც, მოაჭრეს თავი, ვიღაც გააუპატიურეს, სახლი დაუწვეს და ასე შემდეგ. და ქართული ჟურნალისტი ამთავრებს ამ სიუჟეტს ასეთი ფრაზით: "აი ასე ანადგურებს არძიმბა როგორც ქართველებს, ასევე საკუთარ ხალხს." ჩვენ დღემდე იმ ილუზიაში ვართ, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩვენ გენოციდი მოგვიწყეს და ამ გენოციდის შემსრულებლები იყვნენ, აბსოლუტურად გაცნობიერებულად საკუთარ თავსაც ანადგურებენ. ეხლა ჩვენ რაღაც მეტაფიზიკურ და ფილოსოფიურ შრეებზე ხო არ ვსაუბრობთ. აქ საუბარია, რომ რაღაც ერთმა ადამიანმა მეორე მოკლა, გააძევა საკუთარ სახლიდან და იმ სახლში ცხოვრობს. ორივე მსხვერპლი ვერ იქნება. და ძალიან მნიშვნელოვანი ასევე დავაფიქსიროთ ერთი რამ. ბოლო მინიმუმ 5-6 წლების განმავლობაში აფხაზეთში არსებული სიძულვილი იყო ცალმხრივი. არ არსებობს ფაქტი იმისა, რომ აი ქართველებს აფხაზეთში რაღაც კოლექტიური სიძულვილი იყო ჩვენი მხრიდან აფხაზების მიმართ. პირიქით, სულ იყო ისო ჩვენ ვართ ძმები, ჩვენ ამ მიწაზე ერთად ვცხოვრობ, კი, ეთნონაციონალისტური ნარატივებიც იყო, მაგრამ სიძულვილში ეს კოლექტიური სიძულვილში არასდროს გადაზრდილა და საპირისპიროდ აი ეს გენოციდი ვერ მოხდებოდა ვერც გაგრაში, ვერც სოხუმში და დღემდე ეს ნარატივი ვერ იარსებოდა მათ პოლიტიკურ რეალობაში, რომ არ არსებობდეს აბსოლუტურად გაცნობიერებული მიზანმიმართულად ჩანერგილი სიძულვილი ქართველებისა და ყოველივე ქართულის მიმართ. და ეს იწყება სკოლის ასაკიდან. მესმის რომ ყველაფრის უკან არის რუსეთი, რუსული ინტერესები, მაგრამ იმეორებ ამ ინტერესებს ყავს შემსრულებლები, მე და თქვენ ვერ დაგვაძალებს რუსი იმ ბოროტების გაკეთებას ვერავის მიმართ, რომელსაც ჩვენს მიმართ მოხდა. ზუსტად და იქ მივედი, კეთი მე მესმის, რომ ახლა რაც თქვა ზაზამ, რომ ხელისუფლებები, მაგრამ ხელისუფლებები არიან ჩვენს მიერ დაქირავებულები. დღეს ერთია, ხვალ მეორეა. და როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდია და დიდი როლი უნდა ეკისრებოდეს აი ამ პერიოდში უკვე სახალხო დიპლომატიას, როგორც აფხაზებთან, ასევე ოსებთან. თუ ყველაფერი ორი დაპირისპირებული მხარე არსებობს და ამ დაპირისპირებულ მხარეს შორის აუცილებლად უნდა გამოვლინდეს დამნაშავე, ხო? შეიძლება ის დამნაშავე არ დაისაჯოს, აი როგორც მაგრამ ის უნდა შეფასდეს მოვლენა, ხო? როდესაც შეფასება ამას არ ეძლევა და შერიგება ხდება ისე, რომ აი მოდი ჩვენ ახლა დავივიწყოთ, რაც იყო და შევდიგდეთ და ერთად გავაგრძელოთ ცხოვრება, ჩვენ გავაგრძელებთ ხო ერთად, მაგრამ რაღაცა ეტაპზე ისე იგივე ადამიანები, იმავე ადამიანებმა, იმავე პრინციპებით, ისევ ეს რევანში მოაწყეს, ნომენკლატურის რევანში, რომელიც ზუსტად შევარდნეს ეპოქაშიც მოწყო. ამიტომ იმის თქმა, რომ ჩვენ ახლა რეფლექსია ამაზე უნდა გქონდეს, რაც ჩვენი მხრიდანაც თუ რამე დანაშაული იყო, უნდა გავაცნობიეროთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ესე მოჩვენებითად ეს ვერ გაგრძელდება, ვერანაირი მანდილებით, სიარული, იქათა მატარებლებით ჩასვლა აფხაზეთში საკითხს ვერ მოაგვარებს. რაც შეეხება სახალხო დიპლომატიას, აქვს აზრი მაშინ, როდესაც არსებობს სახელისუფლება, აი აქაც მივდივართ ხელისუფლების ნებასთან, ხო?
როდესაც ჩემი ტერიტორიაზე არ გიშვებენ. იქ უჩვენებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ნომენკლატურის მიერ არიან, რა ქვია, დაშვებულნი ამ ტერიტორიაზე და იქ არ გიშვებენ. სახალხო დიპლომატია როგორ უნდა აწარმოოს თუ იქ არ შეგიშვეს, ხო? უშვებენ რაღაც გარკვეულ ვიღაცას, თავიანთ წარმომადგენლებს, რომლებიც ჩამოიტანენ ამბავს, მოჩვენებითად ისიც, რომ აი ვითომ ხელისუფლება მოქმედებს ამ მიმართულებით, არ იქ აი მოვაწყეთ რაღაცა ისა რა ქვია წიგნების განხილვა, პოეზიის საღამო და ეს ხო ყველაფერი გვესმის, არის კამუფლაჟი იმისა, იმ სტაგნაციური მდგომარეობისა, და მიმართებისა, რომელიც ხელისუფლებას აქვს აფხაზეთის მიმართ. მე არ ამგონია რომ სახალხო დიპლომატია ხა ამ წუთას რაიმე შედეგს მოგვიდა. სახალხო დიპლომატია მუშაობს ცივილიზებულ ქვეყნებში, სადაც აქვს შეიძლება მსგავსი პრობლემებიც, მაგრამ ეს ქვეყნები არის ცივილიზებული და არა დიქტატორები არ მართავენ მათ და კიდე სხვა ქვეყნის რეჟიმები. ჩვენ დღეს გვმართავს სხვა ქვეყნის რეჟიმი სამწუხაროდ და იმ ქვეყნის რომლის ინტერესიც არის აფხაზეთის წართმევა და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ხო? ამ დროს, ანუ შენ ქვეყანას მართავს ის რეჟიმი, რომლის ინტერესში შედის აფხაზეთის წარდგენა. ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომლის შემსრულებლები იყვნენ აფხაზები და ჩრდილოეთ კავკასიელები, ხო, ჩვენ წინააღმდეგ გენოციდი ვინც განახორციელა. და ჩვენ აი ამ ძალიან მარტივ სურათს შეგნებულად, ალბათ ჩემი აზრით, ხო, ასეთი ბუმბერაზი. ანუ მე თანხმობდი რომ არ შეფასება მოხდა. არ შეფასება მოხდა შეგნებულად, ვინაიდან შევარდნაძე ხანხელა ბუმბერაზი ის იყო, ხო, პოლიტიკოსი იყო და სოფლიოს აზანზარებდა და გენშერი მისი მეგობარი იყო და ბეიკერი, როგორც ხშირად თვითონ უყვარდა ხოლმე ამის გამეორება და აი ესეთი პოლიტიკოსი ახლა შეუძლებელია ვერ ხდებოდეს იმას, რომ თუ რუსეთს თავის სახელს არ დაარქვევ, რომ ეს არის პრობლემა და არა ეთნიკური უმცირესობა, რომელიც თუმცა აფხაზს არ აქვს ეთნიკური უმცირესობის სტატუსი, მაგრამ ნუ აი ეთნიკური ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, ეს არ არის პრობლემა. ეს შეგნებულად არ გაკეთდა. წინა ხელისუფლების დროს მიღებული იქნა კანონი ოკუპაციის შესახებ და თუ შეიძლება ამას წინსვლა დაერქვას, აი ამ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ტერიტორიულ თვალსაზრისით, მაშინ კოდურის ხეობა დაიკავეს რუსებმა და ახალგორის ხეობა დაიკავეს რუსებმა, ასევე ლიახვის და პატარა ლიახვის ხეობის ნაწილები, მაგრამ თუ რაიმე წინსვლა იყო ამ მიმართულებით იყო ის, რომ პირველად ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ოკუპანტს ეწოდა ოკუპანტი და შეიქმნა ის სააზროვნო ჩარჩო, რომლიდანაც ეს ხელისუფლებაც კი ვერ გამოდის. ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდებმა იცოდნენ ეს ფაქტი. ქართული მხრიდან ომის არც ერთ ეტაპზე, არც ომამდე არ ყოფილა აფხაზური მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით ხოცვის, გასახლების არც ერთი შემთხვევა. ანუ ვიმეორებ, აი ჩვენ შემთხვევაში მოხდა გაგრის გენოციდის დაგეგმვა ცეცხლის შეწყვეტის პირობებში. 14 აგვისტოს დაიწყო ეს ომი და 3 სექტემბერს დაიდო პირველი ცეცხლის შეწყვეტა, თქვენ გეხსოვებათ. ამ პერიოდში, ამ 3 კვირის განმავლობაში რეალურად ხოლმე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო გარდაცვლილი საომარ ვითარებაში, საომარ მოქმედებების დროს და ყველა მათგანი პრაქტიკულად იყო შეიარაღებული პირი. აი ამ დროს იდება ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, ამ დროს იგეგმება გაგრის გენოციდი, რომლის დროსაც და რომლის ფარგლებშიც გაწყვიტეს გაგრის რაიონის ქართული მოსახლეობა. არანაირი წინაპირობა ამას, არანაირი ახსნა, არანაირი რაციონალიზაცია არ გააჩნია. მანახეთ ერთი აფხაზი, რომელიც გამოვა და იტყვის ამას და მე დავაგრძელოთ ჩვენი სამოქალაქო დიალოგი ერთმანეთთან. აი ეს პრობლემაა და რუსული ხიშტები უშლის ხელს იმას, რომ აი ამ აფხაზებში გაიღვიძოს სინდისის ხმამ და ვიღაცამ თქვას, რომ ის რაც მე ჩავიდინე, ან ის რაც ჩემი სახელით ჩაიდინა ვიღაცა არის მიუღებელი.